გუდვილთან მეორე კატეგორიად შევაეხლა, ხო? მეორე კატეგორია წითელი. გამარჯობათ ბატონებო. გამარჯობათ. მეფრინველეები დავინტერესდი და თქვენ გესტუმრეთ. მობრძანდით. ჩვენი მეფრინველების ფაბრიკა დაასწრა 99 წელს. პირველი ფაბრიკა იყო, რომელმაც საქართველოში, ასე ვთქვათ, ქართული წარმოება დაიწყო ამ დარგში, კვერცხში და მე მგონი წარმატებით უკვე 11 წელიწადია ვმუშაობთ. მინდა წარმოგიდგინოთ ბატონი ავთო, ჩვენი მთავარი ტექნოლოგი, ბატონი დავითი, კომერციული დირექტორი და ბატონი გაგა, ჩვენი სეილერი, ჩვენი მთავარი კვერცხის გამყიდველი. ბატონ ავთოს ვთხოვოთ, რომ პირველ რიგში გაგაცნოთ მთელი ტექნოლოგიური პროცესი. ხო. აუცილებელია. და გამოგზავნით ჩემთან ერთად. მობრძანდით. ჩვენი ფაბრიკა მოიცავს ორ ზონას, ეს არის მოზარდის გამოსაზრდელი ზონა და სამრეწველო გუნდის ზონა. მოზარდის გამოსაზრდელ ზონაში გვაქვს 3 საფრინველი, 100,000 ფრინველ ადგილით, ხოლო სამრეწველო გუნდისათვის გვაქვს 5 მომქმედი საფრინველი და მე-6 ახლად მშენებარე. ესე იგი, სულ რამდენი გამოვიდა საფრინველი? 6 საფრინველი და რეკონსტრუქციის შემდეგ საერთო ჯამში ჩვენ გვექნება 180,000 ფრინველ ადგილი. სულ რამდენი ფთა ყავთ? ამჟამად გვყავს 110,000 ფთა და 3 გამოსაზრდელი საამქრო. ეს არის ადეზინფექციო, აუცილებლად უნდა გავიაროთ, რადგან დავიცვათ ფრინველი ყოველგვარი ვირუსისაგან. როგორი მოცეთავი? ბატონო დათო, ეს არის ჩვენი ახალი კროსი, რომელიც შემოყვანილია თურქეთიდან. გერმანული კროსი არის ლომან ბრაუნი, რომელიც გამოირჩევა თავისი პროდუქტიულობით, კვერცხის ხარისხით და მაღალი ცოცხალი წონით. ეს კროსი დღეს მსოფლიოში კვერცხის წარმოებაში თითქმის 60-70% იკავებს და განთქმული არის როგორც ხარისხით, ასევე თავისი ფერით. კროსი ეს არის ორი სხვადასხვა ჯიშის, სხვადასხვა ხაზების ნაჯვარი ფრინველი, რომელიც ხასიათდება მაღალი პროდუქტიულობით, მაღალი რეზისტენტობით და კარგი საკვების ანაზღაურებით. ესე ყველაფერი საუკეთესო ავიღეთ. ორივე მშობლის, ორივე ხაზიდან აღებული აქვს საუკეთესო ნიშან-თვისებები. აი ეს წიცილა ეხლა ამხელა, რამდენი დღის არა? წიცილა დღეობით არის 90 დღის, რომელიც უკვე სულ მოკლე ხანში გადავა სამრეწველო გუნდში და უკვე ფაქტიურად დაწყებული აქვს სქესობრივი სიმწიფე ამას. ეს აუცილებელია ერთ მოძილები არის. კი, ეს კროსი ცოცხალი წონითაც გამოირჩევა. ამ კროსს აქვს კიდე ერთი კარგი ასეთი დამახასიათებელი ნიშან-თვისება, რომ მის გამოყვანაში მონაწილეობა აქვს მიღებული მეხორცულ მეკვერცხულ ჯიშს როდ-აილანდს. აი ეს წითელი ფერი მიღებული აქვს ამ ჯიშისაგან. აი ეს ჯიში გავრცელებული არის ხალხში, მოსახლეობაში და ფაქტიურად აი ადგილობრივი ფრინველი წითელი ფერის რაც ხდება, თითქმის 60-70% სისხლი აქვს ამ კროსის. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოსახლეობისთვისაც აი ეს კროსი საინტერესოა იმით, რომ თუ ამ კროსის მოშენებაზე გადავა, ის თავის პროდუქტიულობასაც გაზრდის. არა მარტო კვერცხი ექნება, ხორციც ექნება, კვერცხიც ექნება და ამტანი ფრინველიც ექნება. ამავე დროს კარგი შეხედულება და ლამაზი. ლამაზია მართლა. ამ ჯიშის ფრინველის ყიდვა სად შეიძლება? სამწუხაროდ საქართველოში არ აქვს რეპროდუქტორი, რომელიც არა მარტო არათუ გლეხს, არამედ თვითონ მეფრინველობის მწარმოებლებსაც მოამარაგებდა სანაშენო მოზარდით. ამიტომ ყველა მეფრინველობის ფაბრიკას ერთდღიანი წიწილა შემოყავს ან თურქეთიდან, ან სასომხეთიდან. და ფასი რა აქვს? ფასი საკმაოდ მაღალია, 75 ევროცენტი ღირს ერთდღიანი სქესზე გარჩეული მხოლოდ და მხოლოდ დედალი. იმიტომ რომ როდესაც ვყიდულობთ ჩვენ, იქ სქესზე ერთდღიან წიწილას არჩევენ ფერის მიხედვით სხვათა შორის, გამოჩეკისას ახალ გამოჩეკილს დედალი არის ყავისფერი, მამალი არის თეთრი. ეს სქესთან დაკავშირებული ნიშან-თვისებაა. ამაზე ვიზუალურად როგორ უნდა გავარჩიოთ, რომ ჯამრთელია ფრინველი? ფრინველს ვიზუალურად ბუმბულზეც ეტყობა, თუ დალაგებული ბუმბული აქვს, თუ კარგი ნაჭამია, თუ კარგად აქვს უკვე ბიბილო განვითარებული, ეტყობა, რომ ის ჯამრთელია.
ამიტომ ეს შესანიშნავად გამოიყურება, ესე იგი ჯამთელია. ეს ფრინველი ჩვენი ყველა ჯამთელია. ასაკთან დაკავშირებით ყველა ჩატარებული აქვს თავისი ვეტერინარული ღონისძიება. აცრილი არიან ყველა ინფექციურ დაავადებებზე. ახლა გადაყვანის წინ კიდევ აიცრება ერთხელ სამვალენტიანი ვაქცინით. ეს არის ჭირი, ყვავილი და კვერცხმდებლობის შემცირების სინდრომზე. ესე იქ მე როგორც ვთქვი 105 დღე ჩერდება. 105 დღე ჩერდება, 105 დღის შემდეგ გადაყვავს უკვე სამრეწველო. ამ 105 დღის განმავლობაში რამდენჯერ უნდა იცას? 105 დღის განმავლობაში იცრება დაახლოებით 5-6 ჯერ სხვადასხვა დაავადებაზე. და ვაქცინაცია ძვირი ღირს? ვაქცინაცია არ აღირს ძვირი, თუმცა ის არის რომ საქართველოში წარმოებული არც ერთი ვაქცინა არ არის, სულ შემოსულია საზღვარგარეთიდან. იმიტომ რომ საქართველოში ვაქცინების წარმოება არ არის. ისე რომ მეფრინველობა ფაქტიურად მთლიანად დაყრდნობილი ვარ ჯერჯერობით საზღვარგარეთიდან შემოყვანილ და შემოტანილ პროდუქციაზე. ვაქცინა. სხვადასხვა ვაქცინა სხვადასხვა არის. ვაქცინების შედარებით იაფი არის ვაქცინა. აი სამვალენტიანი ვაქცინები უკვე ძვირია. 1000 დოზა თითქმის $100 ღირს. აი ხა მაგალითად გლეხური მეურნეობისთვის. გლეხური მეურნეობისთვის რა არის იცით, ამდენი ვაქცინაცია არ არის აუცილებელი. იქ არის ძირითადი დაავადებები, რომელიც რომელზეც აუცილებლად უნდა დაამუშავოს გლეხმა. ეს არის ჭირი, ეს არის ყვავილი, ეს არის გამბორო. კვერცხმდებლობის შემცირების სინდრომი იქ არ მოქმედებს. ეს უკვე ეს ბევრი დაავადება დაკავშირებული არის შენახვის სისტემასთანაც. ეს ჩაკეტილ სისტემაში შენახვა, ჩაკეტილ სივრცეში შენახვა, ხელოვნური მიკროკლიმატის ქვეშ შენახვა გვაიძულებს უფრო მეტი ვაქცინაცია და მეტი ვეტერინარული ღონისძიებები გავატაროთ. ანტიბიოტიკებს არ ხმარობთ? ანტიბიოტიკებს ჩვენ არც მოზარდის გამოცდაში და არც სამრეწველო გუნდში არ ხმარობთ. ანტიბიოტიკების მაგალითად ჩვენ ხმარობთ თანამედროვე მიკრობიოლოგიურ პრეპარატებს, რომელსაც ურჩევ ასევე გლეხურ ფერმერულ მეურნეობებს, რომ ისინიც გადავიდნენ ამ მიკრობიოლოგიური პრეპარატების ხმარებას, რომელიც ფაქტობრივად ძვირია. გაცილებით იაფია, ამავე დროს ეკოლოგიურად სუფთაა და რაც მთავარია, პროდუქცია არის ეკოლოგიურად მაღალი ხარისხის. და სად შეიძლება რომ ვიყიდო? ეს ყველა ვეტერინარულ ვეტაპთიაქებში წამყვან ვეტერინარულ ფირმებს შემოაქვს. სხვადასხვა ვაქცინების არის პრეპარატებია და არ მინდა რომელიმეს ჩამოვთვალო, რომელიმე არა და იმის რეკლამა გამოგვივიდეს. თუმცა რაღაც ხაზი ხომ მაინც ერთი აქვს. რა თქმა უნდა, მოქმედების მექანიზმი ყველა ამ მიკრობულ პრეპარატს აქვს ერთი და იგივე. ესე იგი გაცილებით სულიან ფაქტიურად და ხარისხით. კი, ხარისხით უკეთესია და ფაქტიურად სულიან ანტიბიოტიკებს. ესე იგი ამოიღონ სულ ყველამ ანტიბიოტიკები. ჩვენ და ბევრ მეფრინველობის ფაბრიკას ამოღებული გვაქვს ფაქტიურად ხმარებიდან ანტიბიოტიკი. გალიაში ბატონავთ, რამდენი ფრინველი თავსდება? ეს გალიები არის რუსული წარმოების, სარემონტო მოზარდის გამოსაზრდელი გალიებია. თითოეულ გალიაში ზის 14-დან 16-მდე ფრთა. ამ გალიისათვის დამახასიათებელია ის მაჩვენებლები, რომ ყველა პროცესი, რაც დაკავშირებულია შრომატევად სამუშაოებთან არის მექანიზირებული. საკვების დარიგება არის მექანიზირებული, ნაკელის გატანა არის მექანიზირებული და დაწურება არის მექანიზირებული. ესე იგი მაქსიმალურად ცოტა მუშახელს მოითხოვს ესეთი პროცესი. რა თქმა უნდა, მთლიანად ცეხში დღესდღეობით ზის 30,000-მდე ფრინველი და ემსახურება სულ 3 ადამიანი. ერთი მექანიზატორი, მექანიკოსი, ოპერატორი და 2 მეფრინველე, რომელიც მოვალეობა არის მექანიკოსის არის მთლიანად მომსახურეობა გალიების, კვება, ნაკელის გატანა, დასუფთავება, ხოლო მეფრინველების მოვალეობა არის ყოველდღიური და ყოველ წუთში ფრინველის მდგომარეობის შემოწმება, მკვდარი ფრინველის გამოყვანა, საწყურებლების შემოწმება, რომ წყალი ყველა გალიას მიეწოდოს და ერთი წუთის ვიზუალური დათვალიერება ყოველდღიური და რაც მთავარია, სისუფთავის დაცვა საფრინველებში. უმთავრესი. ეს თეთრი ქათმები რა ჯიშის არის ბატონო? ეს თეთრი ქათმები ასევე ლომანის ფირმის კროსია, ლომან კლასიკი. ეს გამოირჩევა მაღალი კვერცხმდებლობით, კვერცხის მაღალი მასით და საკვების კარგი ანაზღაურებით. შედარებით დაბალი ცოცხალი მასა აქვს იმ ყავისფერებთან შედარებით, რომელიც ყავისფერი მხოლოდ ამას წონითაც ჯობს და კვერცხის ხარისხითაც ჯობს. კვერცხის მასა ცოტა ამას მეტი აქვს, მაგრამ სამაგეროდ იმას ხარისხი აქვს.
ნაჭუჭის სისქი აქვს იმას უფრო მეტი. რომელი უფრო ბევრი ყავთ? ყავისფერი თუ თეთრი? ამჟამად თეთრი უფრო მეტი ყავს. მაგრამ პერსპექტივაში ნახევარზე გვეყოლება. და საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ გვეყოლება ყავისფერი წიწილი. შეიძლება რომ კვერცხის დადებაც ვნახოთ. კი ბატონო, გადავიდეთ ახლა სამრეწველო გუნდში და იქ ვნახოთ მთელი ტექნოლოგიური პროცესი, რაც დაკავშირებულია კვერცხის წარმოებასთან. სიამოვნებით. როგორ ჩანს ამ კომბინირებულ საკვებს ამზადებთ? დიახ, ეს არის კომბინირებული საკვების საანქრო, 5 ბუნკერი არის საკვების შესანახი, არის საკვების საფქვავი, საკვების სამრევი და საკვების რეზერვუარები, სადაც უკვე დამზადებული საკვები 1-2 დღით შეგვიძლია შევინახოთ. ჩვენ ეგ მიმწოდებლით გადადის კომბინირებული საკვების გასატან მანქანაში და მიდის ცეხებში. ეს არის კიდე ჩვენი წყლის რეზერვუარი. საკვებში ძირითადად ხმარობ მარცვლეულს, რომელსაც უკავია 60%-მდე, ეს არის სიმინდი, ხორბალი, ქერი. 20-22%-მდე შედის ტექნიკური წარმოების ნარჩენები, დესუმზი და სოიოს შროტი. არის ცილოვან ვიტამინოვანი დანამატები და კირქვა. ფაქტიურად ყველა კომპონენტი არის ეკოლოგიურად სუფთა. ეს არის სამრეწველო გუნდის საამქრო. ასე ვთქვათ, გული კვერცხის წარმოების. დღესდღეობით ამ ცეხში ზის 36,000 ფთა ფრინველი. ახალგაზრდა ფრინველია, დაახლოებით 32 კვირის ასაკის არის. გამაინტერესებს, რატო არის გაჩერებული ეს დანადგარი? არ მუშაობს? ეს არის სამრეწველო გუნდის შესანახი ბატარია გალია ტეხნას ფირმის. აქ ყველა პროცესი მექანიზირებულია წესით, მათ შორის კვერცხის შეგროვებაც. ეს არის კვერცხის შესაგროვებელი მექანიზმი, მაგრამ ტექნიკური მაჩვენებლებით ამ დანადგარში კვერცხის ტეხვადობა არის დაახლოებით 2-2.5%, რაც ფირმისათვის ეს საკმაოდ მაღალია. გარდა მაგისა, ტეხვადობასთან ერთად იზრდება გატეხილი და ჭუჭყიანი კვერცხის რაოდენობაც, რაც უარყოფითად მოქმედებს სარეალიზაციო ხარისხზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ კვერცხის შეგროვება გაგვეკეთებია ხელით და დღესდღეობით აქ გვაქვს კვერცხის აკრეპა ხელით და დამატებით 2 მეფრინველეს დავუმატეთ 1 მეფრინველი. ამას არ გაუძვირებია. ჯერ ერთი ამის ხარჯზე ჩვენ გატეხილი და ჭუჭყიანი კვერცხის რაოდენობა შევამცირეთ. შევამცირეთ ფაქტობრივად 0-ზე დავიყვანეთ. კვერცხი გატეხილი და ჭუჭყიანი ფაქტობრივად აღარა გვაქვს. ამან გაგვიზარდა სარეალიზაციო კვერცხის ხარისხი, საიდანაც უფრო მეტია მოგება და გარდა მაგისა ხშირად ეს დანადგარები თავისებურად ხან ელექტროძრავი იწვება, იმის გადახვევას ხარჯები, ლენტებია, კვერცხის შეზაკრები ლენტებია გამოსაცვლელი ხშირად, ჭუჭყიანდება და გატეხილი კვერცხის გამო და ამიტომ ეს ხარჯი ყველაფერი მოიხსნა და საბედნიეროდ კვერცხის თვითღირებულება არ გაგვზდია მუშახელის დამატებით პირიქით შეგვიმცირდა. თან კიდევ ერთმა ოჯახმა საარსებო წყარო მოიწვია. გარდა მაგისა, ერთმა ოჯახმა კიდევ დამატებით სამუშაო იშოვა და ოჯახისთვის შემოსავალი გაჩნდა. ყველა საფრინველში გავუხდა ეს დანადგარი, ეს ხარჯიანი დანადგარი. არა. სხვადასხვა საფრინველში სხვადასხვა მარკის დანადგარები გვაქვს. აქ ამ ტეხნას საშუალება, ტეხნას ფირმის ბატარია გალია მოგცა საშუალება, რომ ხელით კრეფაზე გადავსულიყავით, მაგრამ არის უნგრული წარმოების კაკატეები, რომელშიც კვერცხი შუა გალიებში იკრიბება და შემდეგ ლენტით გამოდის. იქ ფიზიკურად ვერ ავკრიფავთ ხელით, ამიტომ იქ იზოლებული ვართ ისევე დავტოვოთ ჯერჯერობით მექანიზაციით, მექანიკური კვერცხის შეგროვება. თუმცა თავისი სიძველის გამო და თავისი ბევრი ნაკლოვანებების გამო ჩვენ ამჟამად დაწყებული გვაქვს ამ ძველი დანადგარების თანამედროვე დანადგარებით შეცვლა. როგორი მიკროკლიმატი უნდა იყოს საფრინველში? ყველა მიკროკლიმატის მაჩვენებლების დაცვა ხდება ავტომატურად, ხელოვნური გზით. განათება გვაქვს კროსისათვის რეკომენდირებული განათების რეჟიმების მიხედვით, ეს არის 15 საათი. წინააღმდეგ შემთხვევაში რომ დაირღვას? წინააღმდეგ შემთხვევაში ფრინველი პროდუქტიულობას შეამცირებს, კვერცხდება შეამცირებს და გაიზრდება კანიბალიზმი, დაკბენა, გაიზრდება დაცემა და რაც რა თქმა უნდა დიდ ზარალთან იქნება დაკავშირებული. ამიტომ განათების რეგულირება ხდება ავტომატურად, ავტომატის საშუალებით. ის 15 საათი ჩართვა, გამორთვას არეგულირებს ავტომატი.
ოზონს თუ იყენებთ წარმოებაში? ოზონს ჩვენ არ ვიყენებთ წარმოებაში, თუმცა დიდი პერსპექტივებია ოზონის გამოყენების მეფრინველეობაში, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ მას არ ვიყენებთ და მომავალში ალბათ დადგება მაგ საკითხი, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ოზონი როგორც სადეზინფექციო საშუალება, როგორც სასტერილიზაციო და ამავე დროს მიკროკლიმატისათვის გამაუმჯობესებელი საშუალება. ერთი ქათამი რამდენ კვერცხს იძლევა? ერთი ქათამი დღეში მაქსიმუმ ერთი კვერცხი. საშუალოდ თვეში გამოგვდის კვერცხდების პიკში 27-28 კვერცხი, ხოლო წლის განმავლობაში სადღაც 24-25 კვერცხი თვეში ერთ ქათამზე. წლიურად სადღაც 320-330 კვერცხი. აი ამ ჰაისექსის კვერცხი გამოირჩევა თავისი მაღალი საგემოვნო თვისებებით, გამოირჩევა холესტერინის დაბალი შემცველობით, რადგან ამ კროს თვითონ ჭირდება შედარებით დაბალი კალორიულობის საკვები, რადგან კალორიულობა დაბალია, ცხიმის შემცველობა საკვებში ნაკლებია, აქედან გამომდინარე холესტერინის ნაკლები შედის ორგანიზმში და კვერცხის ნაკლები გადადის. გარდა მაგისა, შენახვის ვადა ყავისფერ ნაჭუჭიანს აქვს გაცილებით უფრო ხანგრძლივი, ვიდრე თეთრ ნაჭუჭიანს. თუ თეთრ ნაჭუჭიანი შეგვიძლია შევინახოთ 5-7 დღე ისე რომ არ გაგვიფუჭდეს, ეს თავისუფლად შეიძლება შევინახოთ ჩვეულებრივ ოთახის პირობებშიც 10-12 დღე ისე რომ არ გაფუჭდეს. თავისი საუკეთესო ხარისხი, სასურსათო ხარისხი არ შეიცვალოს. გარდა მაგისა, ყავისფერ ნაჭუჭიანი კვერცხი გამოირჩევა ნაჭუჭის სიმტკიცით, რაც მწვრევადობას ამცირებს, ნაკლებია კვერცხის წუნი. აქედან გამომდინარე უფრო სუფთაა კვერცხი, რადგან ნაკლებად ტყდება, ერთმანეთს დასვრაც ნაკლები გამოდის და ამავე დროს თვითონ ფრინველი ნივთიერებათა ცვლის სიძლიერის გამო მაღალი აქვს ნივთიერებათა ცვლა. აქედან გამომდინარე საზდო ნივთიერებების შეთვისება უფრო კარგი აქვს და საზდო ნივთიერებებიდან გადასული მთელი საყუათო ნივთიერებები, საზდო ნივთიერებები თავს იყრის ბოლოს ამ პროდუქტში, რომელიც არის, ასე ვთქვათ, საკუჭნაო ვიტამინების, მიკროელემენტების და საზდო ნივთიერებების. ერთი ცალი კვერცხი ფაქტიურად ადამიანს თითქმის ყოფნის ყველა ვიტამინებისა და მიკროელემენტების მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. კვერცხი ეკოლოგიურად სუფთაა, ეკოლოგიურად ჯამრთელი, ასე რომ ვთქვათ, და თავისუფლად მე მაგალითად ჩემს შვილიშვილებსაც თვალდახუჭული ვაძლევს კვერცხს, რადგან ვიცი რა ხარისხის კვერცხი გვაქვს ნაწარმოები. ისი ამდენი დედალია და მამალი არ უნდა? სამწუხაროდ კვერცხის წარმოქმნას მამალი არ ჭირდება. თვითონ ფრინველის ფიზიოლოგია ისეა აწყობილი, რომ მამალი არავითარ მონაწილეობას კვერცხის წარმოქმნაში არ ღებულობს, მხოლოდ საინკუბაციო კვერცხისათვის გჭირდება მამალი და ჩვენ საინკუბაციო კვერცხს არ ვაწარმოებთ, აქედან გამომდინარე ჩვენს დედლებს მამლები არ აყავთ, მხოლოდ თითოეულა მამალი ყავს ცეხში, რომ ასე ვთქვათ, ყივილის ხმა გავიგოთ. დისკრიმინაცია მამლების და ნამდვილად. წყლით როგორ მარაგდება, საიდან იღებს? გადმოდავით, აი ეს არის საწყურებელი მილი, აი აქ არის ნიპელები დამონტაჟებული. ერთი ნიპელი განკუთვნილია 8-9 ქათამზე, ნისკარტის მირტყმით ქათამი წვეთებს უშვებს ზევიდან და იმ წვეთებს სვავს. საკვების იღებს საკვებ დამრიგებლიდან, რომელიც მექანიზირებულია საკვებ დარიგება, ჯაჭური საკვებ დამრიგებელია, კვება ხდება დღეში 2 ჯერ დილით და საღამოთი. ბერს მოიხმარენ ის? საშუალოდ დღეში იღებს თითოეული ფთა 115 გრამ კომბინირებულ საკვებს, რომელიც დაბალანსებულია ყველა საზდო ნივთიერებით, რაც ჭირდება მას თავისი არსებობისა და კვერცხის წარმოქმნისათვის. რამდენი ხანი იყენებთ კვერცხლებს? ამ კროსის დადებითი თვისებაც ისაა ბატონო დავით, რომ მათი გამოყენება ჩვენ შეგვიძლია 80 კვირის მანძილზე. 560 დღის შემდეგ, ამ ვადის გასვლის შემდეგ, მას ნაწილს ცოცხლად ყიდით, ნაწილს დაკვლულად. ესე იგი ეს ქალბატონები ვერ გადაურჩებიან სიკვდილს. ვერა, ყველა განწერულია დასაკლავად. მაგას 560 დღის მერე ყველა დაიკლება. მაინტერესებს ეს სკლინტს რას უშვებთ? ამოიყენებთ ისევე ამ? რა თქმა უნდა. ჩვენ გვაქვს სპეციალური ნაკელშემგროვებლები გაკეთებული ტერიტორიის გარეთ.
სადაც ყოველდღიურად გადის ნაკელი. ამ ნაკელსაცავებში იყრის თავს და 1 წლის მერე, როდესაც გაივსება ეს ნაკელსაცავი, გადავდივართ მეორე ნაკელსაცავზე, ეს ამოშრება და შემდეგ მშრალი ნაკელი გაგვაქვს მინდორში ჩვენი მარცვლეულის საწარმოებლად. კარგად წამოსულა. კი, ეს არის ამერიკული ჯიშის, ჯაგერის ჯიშის ხორბალი, რომელმაც ჯერჯერობით ამართლებს რა ყოველ შემთხვევაში. ამჟამად 120 გექტარ მიწის ფართობზე გვაქვს დათესილი ხორბალი, 80 გექტარზე გვაქვს სიმინდის და ხორბალის ორივე სოფლის მეურნეობის პროგრამით ამერიკული ჯიშის არის დათესილი და რავი, ველოდებით კარგ მოსავალს პირი ეგეთი უჩანს ყოველ შემთხვევაში. დაახლოებით, რავი, წელს 1000 ტონამდე ავიღებთ ჩვენს მარცვლეულს და 2500 ტონა მარცვლეულის მოხმარება გვაქვს წლიური. და ეს დღევანდელი ჩვენი ეს ნათესი რაც არის, თქვათ, აქედან 40%-მდე საკუთარ მარცვალს მივიღებთ. მართალია, განფართოებას ვაპირებთ წარმოების კუთხით და აქედან გამომდინარე ნათესებიც ხო უნდა გავზარდოთ, რომ მიზანი არის, რომ 100%-ით მარცვლეული კულტურით დავაკმაყოფილოთ სიმინდით და ხორბალით ჩვენი წარმოება. რაც ბუნებრივია, გაიაფებს თვითონ საქონლის. რა თქმა უნდა, საგრძნობლად გაიაფთება ჩვენი პროდუქცია, ფაბრიკა უფრო გახდება მომგებიანი, გაფართოების საშუალება მოგვეცემა. ყველაზე უფრო საინტერესო ის არის, რომ თვითონ ქათამს წარმოებაში თავისი ნარჩენები აქვს, ნაკელის სახით, ესე რომ თქვა, სკორეს სახით, სკლინტი. და ქიმიურ სასუქს არ ხმარობთ, შეგვაქვს თავის დროზე, როცა ესე იგი ვადები უწევს და სუფთა ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტს ღებულობთ. ესე იგი ერთი ის რომ რაციონალურად იყენებთ. რა თქმა უნდა, დანაკარგი, მაგ კუთხით არა გვაქვს. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ღებულობთ. ამჟამად სამართლით 99-ში დასაქმებულია 100-ზე მეტი ადამიანი, როგორც წარმოებაში, ასევე დისტრიბუციაში. სადისტრიბუციო სამსახური ფარავს პირდაპირ დაფარვით 2000-ზე მეტ კვების და სავაჭრო ობიექტს, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოებსა და სასტუმროებს. აღსანიშნავია ის, რომ ამ წლის აპრილის თვიდან ქართულ მომხმარებლებს ჩვენ თავაზობთ აბსოლუტურ ახალ პროდუქტს, ახალი შეფერილობის და ხარისხის და გემოს კვერცხს, რომელიც გამორჩევა თავისი მოწითალო ფერით. ეს კვერცხი ძალიან კარგად იყო მიღებული ქართული ბაზრის მიერ და მისი გაყიდვები იზრდება ყოველ ჯერზე. კვერცხი არის რამოდენიმე სეგმენტად დაყოფილი და კალიბრად, ესე იგი არის ყველაზე წვრილი არის მესამე, მეორე, პირველი, 0 და სუპერ კატეგორიის კვერცხი, რომლებიც თავისი მასის მიხედვით ხდება მათი დახარისხება. აი ფასი როგორია? სამართლით 99-ის კვერცხი თავისი კალიბრის მიხედვით მერყეობს 26-დან 33 თეთრამდე საცალო ქსელში. იცი როგორ ფიქრობ, მომგებიანი ბიზნესია? ბიზნესი არის ძალიან მომგებიანი და ძალიან პერსპექტიული იმ მხრივ, რომ შემცირებული არის უკვე იმპორტი კვერცხის და უკვე ლოკალურ წარმოებაზე მთელი აქცენტი გაკეთებული და ჩვენც მოხარულო ვართ იმისა, რომ ლოკალურ წარმოებას ესე მხარს უჭერთ ყველანაირად, გინდა დისტრიბუციულად, გინდა სხვა მარკეტინგული აქტივობებით. გაფართოებას აპირებთ, ესე იგი. გაფართოებას, რა თქმა უნდა, ვაპირებ და ჩვენი ბიზნესის დისტემპი მაგის ვალდებულებასაც გვაძლევს, რომ ჩვენი ბიზნესი გავაფართოვოთ და უფრო დახვეწილი პროდუქტი და უფრო დახვეწილი სერვისი შევთავაზოთ ჩვენს პარტნიორებსა და მომხმარებლებს, რა თქმა უნდა. ეს არის, როგორც გითხარით, ჩვენი მეცხრე საამქრო, სადაც მონტაჟდება უკრაინული ფირმა ტეხნას დანადგარი, რაც საშუალებას მოგცემს პირველ რიგში გავზარდოთ ფრინველ ადგილი. თუ იმ ცეხებში ეტევოდა 28000 საფრინველეებში, აქ დაეტევა უკვე 38000 ფრთა. ეს კი მოგცემს საშუალებას კვერცხის წარმოება გავზარდოთ დაახლოებით 30%-ით. ყველა პროცესი, რაც დაკავშირებული იქნება კვერცხის წარმოებასთან, იქნება მექანიზირებული. საკვების დარიგება, ნაკელის გატანა, დაწყურება და კვერცხის შეგროვება. ანუ იგივე დანადგარი უბრალოდ თანამედროვე. თანამედროვე, რომელიც თვითონ ეს ფირმაც ძალიან სერიოზული ფირმაა და სერიოზულ კონკურენციას უწევს სოფლიოს წამყვან ფირმებს. დიდი მადლობა, საინტერესო ამომწურავი ინფორმაციისთვის. კარგად დამეგოდეთ. ეს ჩვენ ხალათი არ გამყვეს. დღევანდელი კვერცხი ჯობია თუ ხვალინდელი კატეგორია? რა თქმა უნდა, დღევანდელი კვერცხი ჯობია, მით უმეტეს, როდესაც ეს კვერცხი ფერადია და ყავისფერია. და ხო ნახეთ რა ლამაზი ქათამი ყავს. წითელი, პერსპექტიული ჯიში. რა თქმა უნდა, ეს ძალიან პერსპექტიული ჯიშია და კვერცხიც უფრო ხარისხიანია, უფრო გემრიელია და ფერიც უფრო შესაბამისია სოფლისას. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.